კიდევ ერთხელ მოგესალმებით, განვაგრძობთ მაუწყებლობას ჩვენს ეთერში ახლა ინტერაქტივის დროა, სადაც მაყურებელსა და რადიო მსმენელს შეგიძლიათ იაქტიუროთ, ჩართოთ გადაცემაში და უპასუხოთ ჩვენს მიერ დასმულ კითხვას. დღეს ჩვენი კითხვა ასე ჟღერს, რამდენად მნიშვნელოვანია 30 ნოემბრის სახალხო შეკრებაში თითოეული ჩვენგანის მონაწილეობა. რაც მთავარია ჩვენმა მაყურებელმა და რადიო მსმენელმა კარგად იცის თემა, ეს გულისხმობს იმას, რომ ჩვენ ვეწინააღმდეგებით ის ადამიანები პრაქტიკულად, რომლებიც მიიღებენ აქციაში მონაწილეობას, ეწინააღმდეგებიან საქართველოში არაბული ქალაქების მშენებლობას და რამდენად მნიშვნელოვანია მართლაც საზოგადოება დადგეს ამ მხარეს, სადაც ადამიანები იტყვიან თამამ თმამაღლა და ერთიანად დაანახებენ საკუთარ ძალას, ხელისუფლებას და ეტყვიან უარს ამ ინვესტიციას, რომელიც საქართველოში ძალიან დიდი ფართობების, ჰექტრობით მიწის გასხვისებას იქ არაბული ქალაქების მშენებლობას ითვალისწინებს და თანაც გვეუბნებიან, რომ ეს არის ძალიან კარგი ინვესტიცია, რომელიც ფინანსურად ძალიან დიდ სარგებელს მოუტანს ჩვენს ქვეყანას. რეალურად რა შეიძლება იყოს ამ ყველაფრის უკან, რა ტიპის ინვესტიციაა ეს და რა საფრთხეებს მოიცავს და რაც მთავარია რა საფრთხეებს ხედავთ თქვენ. დაგვეკავშირდით ტელეფონის ნომერზე 557 88 55 88-ზე. პირველი მაყურებელი უკვე გვერდდება ეთერში. მოგესალმებით. გამარჯობა. გისმენთ. ხო, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. ეს ოღონდ ეს რაღაცას უნდა გაუსვა ხალხია. თავრობის დაარსების მოთხოვნა და ის არაფერი რო არის კოპახი რასაკეთებს და გადაამტერა ყველა არის ივანიშვილის თამაში რა. აი ეს თავიდან ბოლომდე ბიზნესა ივანიშვილის დაიწყებული პროექტი და კოპახი აბსოლუტურად არაფერი არ არის. არის მხოლოდ ივანიშვილის ერთ-ერთი შემსრულებელი რა და აქტიურად მოთხოვნა და კიდევ ამბობ რა ის ნარატივი რაც კაპიტულობის პატრონაჟის და ეს დიპლომატიური აქტივი და შეკრება და იქაც გადააყენოს და იქნებ ჩვენ დაგუნიშნოთ ეს რა მოწავარიანია და ახალსკოლაში თან ერთად რა ანუ ცუდად მესმის ბატონო მე თქვენი ხმა მაგრამ რაც მოვისმინე იქიდან გამომდინარე მინდა გიპასუხოთ და გითხრათ პატრიოტთა ალიანსის თავმჯდომარემ რამდენიმე წუთის წინ ისაუბრა ამ საკითხთან დაკავშირებით და მან აღნიშნა რომ არანაირი აგრესია, არანაირი გადაგდება, ასე ვთქვათ, დესტრუქცია არ იგეგმება ამ აქციის მთავარი შინაარსი და სათქმელი ის არის რომ უბრალოდ მშვიდობიანად ადამიანებს უნდათ გააპროტესტონ და საკუთარი სათქმელი თქვან რომ ისინი უარს ეუბნებიან საქართველოში არაბული ქალაქების სპარაგაცავს უბრალოდ სპორტ პატრიოტთა ალიანსი წარმოაჩინა პრობლემა იყო კოპახი. პრობლემა არის ივანიშვილი და შედეგთაბის პირობა რომ პატრიოტთა ალიანსი ივანიშვილს აფარებს ხელს რა. ეს წინაპრებზე მოხავს მეორე გასაგებია თქვენი შეფასება, მაგრამ ჩვენ ვიცით ამ ყველაფრის შესახებ არაერთხელ გაუკეთებიათ პარტიის ლიდერებს განმარტება. მე მგონი არ ზღირს ამ თემაზე შეჩერება საერთოდ და ვხედავთ კიდევაც თუნდაც აი ქართული ოცნების და პატრიოტთა ალიანსის დამოკიდებულებას ერთმანეთში. ქართული ოცნება მიუხედავად იმისა, რომ პატრიოტთა ალიანსს ყოველთვის ხელი აქვს ხოლმე მათი მისამართით გაწვდილი, არ წყალობს ამ პოლიტიკურ პარტიას და საერთოდ არ უნდა რომ წარმოაჩინოს, არ უნდა რომ მისი არსებობა აღიაროს და ასე შემდეგ. მე მგონი მეტი შეფასება არც ჭირდება ამ საკითხს. მოდით მთელი ყურადღება გამამახვილოთ ამ დღის მნიშვნელობაზე, იმაზე რომ 30 ნოემბერს ძალიან მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით იგეგმება საზოგადოების შეკრება და რამდენად მწვავედ უყურებთ ამ პრობლემას, რამდენად დროულია თქვენი აზრით და რამდენად აუცილებელია ასეთი ტიპის შეკრება არაერთი საქართველოში გაიმართოს. მოусმინოთ მორიგ მაყურებელს პირდაპირ ეთერში ხართ. გამარჯობათ. გამარჯობა გისმენთ. ლიზი ხალხმა ძალიან ბევრი მოვიჩვენეთ, ხო? ძალიან ბევრი უცხოელები წლების განმავლობაში, თურქები, პაკისტანელები, ინდოელები, აბსოლუტურად ესე იგი უკვე არის მათი უბნები შექმნილი. ბინებს ყიდულობენ ეს ირანელები, თურქები, მათი უბნებია, ხო? ესე იგი აღმაშენებელზე უკვე ეშინიათ, რომ მშობლებმა გოგოები გაუშვან 7 საათის მერე და გაიარონ. ახალგაზრდა გოგონებსაც ეშინიათ იგავლა, ხო? ძალიან თუ მდგომარეობაში ვართ. აი ბათუმშიც რა მდგომარეობაა. წლებია ითქვენ სამდენს ხალხი ხალხი, მაგრამ აი ეს უკვე არის წითელი ზღვარი რომ იტყვიან, ხო? თან ამბობს ხელისუფლება, ნუ რა არის, რა მოხდა მერე? არაფერი არ მოხდა. ხალხი ხელისუფლების წინააღმდეგ კი არ გამოდის. რატომ უნდა ეჭყინოთ? ამ ხალხს არ უნდა შეეშინდეს. არაფერი საშიში არ არის. მე ვიცი რომ ახლა პედაგოგებს ძალიან ეშინიათ გამოსვლა, იმიტომ რომ ხელფასები მოუმატეს, ვისაც სრულყოფილი განაკვეთია, გაი ლექტორებსაც პირდებიან და სამსახურის დაკარგვის
შიშით, იქ სოციალურად დაუცველებს კიდე. აქ ხელისუფლების წინააღმდეგ კი არ გამოდეხართ თქვენ და ან ჩვენ, ვისაც გვინდა გამოსვლა. ხელისუფლება უბრალოდ იმ არაბული მშენებლობების წინააღმდეგ, იმიტომ რომ ამდენი არაბებია და რატომ ჩადის ეს არის უპრეცედენტო ინვესტიცია. რატომ დებენ, რატომ ისჯებიან ასე, რატომ არის უპრეცედენტო, რატომ გექნება ჩვენ ესეთი კარგი მოგებავი ხლა არაბები და ჩვენზე ფიქრობენ. თუ ესე იგი მათ რაღაცა სხვა კიდე რაღაც მიზნები, ისეთი დიდი მიზნები არ ამოძრებთ, რომ ეს უსახლკარო ხალხი, რომლებიც არის არაბეთში, უამრავი, სირიაში საშინელი მდგომარეობა, აი აგერ ისრაელმა რა გაუკეთა აგერ მოსახლეობა როგორ ჩახუცა და უსახლკაროდ არის ხალხი ქუჩაშია მილიონობით ადამიანი დარჩენილი, ხო და არ არის გამორიცხული ხო ჩვენ შიშობთ რომ აი თანდათან ეს თავიანთი მოქალაქეები და თავიანთი ხალხი ჩამოასახლონ. ხო იქ ვინ იყიდის ძალიან დროც მაჩუკო იმ უბნებში სადაც ისინი იქნებიან მე იქ მათ ვერ შევეგუები, იმიტომ რომ სხვა ტრადიციები აქვს, რადიკალური ისლამია, სხვანაირი ჩაცმულობა, სხვანაირი წესები აქვს, იქ მეჩეთების გააშენებენ. რა არის აქ საწყენი? ჩვენ მთავრობის წინააღმდეგ კი არ გამოვდივართ, ჩვენ გამოვდივართ მათი გვეშინია უბრალოდ, თუ არ გვინდა მათი დასახლებები. აი ეს არის და რა არის აქ საწყენი? აქ ხელისუფლებას არაფერი არ უნდა ეწყინოს, ხო? გასაგებია თქვენი შეფასება, მადლობა ზარისთვის. მოვისმინეთ თქვენი დამოკიდებულება ამ თემასთან დაკავშირებით. ფაქტია, რომ გაწუხებთ ეს საკითხი და აუცილებლად აპირებთ აქციაში მონაწილეობის მიღებას და ჩვენ არაერთხელ ვახსენეთ, გვითქვამს, ახლაც გამომეორდება, ეს არის ზეპარტიული აქცია, ის აქცია და ის გარემოება, სადაც არ აქვს მნიშვნელობა, რომელი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი იქნები, ხარ ადამიანი, საქართველოს მოქალაქე, ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანი და გაწუხებს ის ფაქტი, რომ საქართველოში ორი დიდი არაბული ქალაქი უნდა შეიქმნას. ძალიან დიდი ჰექტრობით მიწა უნდა დაეთმოს ამ ყველაფერს თბილისში, კრწანისის ტერიტორია, გონიოში, ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი, რომელიც ასევე ძალიან კარგია საინვესტიციოდ მესმის გასაგებია, თუმცა შეიძლება იქ რაიმე ქართული წარმოება შეიქმნას, ქართული ბიზნესი შეიქმნას და ქართული ინვესტიცია გაკეთდეს და ასე შემდეგ. მით უმეტეს ძალიან დიდ ბუნდოვანებას აჩენს ის ფაქტი, როდესაც ჩვენ არ ვიცით დოკუმენტი პრაქტიკულად გასაიდუმლოებულია, რაც მოვისმინეთ ის ვიცით მხოლოდ არაბი ინვესტორის მხრიდან, რომელმაც შეიძინა ეს ტერიტორია და ვიცით რომ თქვათ რა ტიპის ბიზნესი უნდა გააკეთოს და ასე შემდეგ. ასევე ვიცით ქართული ოცნების შეფასებები ამ საკითხთან დაკავშირებით და ბუნდოვანებას ქმნის, ბუნებრივია. კითხვები არსებობს, რატომ დაინტერესდა ამდენად დიდი თანხები, რატომ ჩადო ამ ყველაფერში, არის თუ არა მაგალითად ეს ადგილი შესწავლილი, ჩატარდა თუ არა კვლევები და ასე შემდეგ. რა ტიპის საფრთხეები შეიძლება ამ ყველაფერმა მოუტანოს მომავალში გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენს ქვეყანას და დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე შეიძლება თუ არა დააყენოს. ძალიან ბევრი ანგარიშგასაწევი ადამიანი, ექსპერტი იქნება, ეს ეკონომისტი იქნება, მაგალითად დემურ გიორხელიძის ინტერვიუს ვუსმენდი გუშინ, სადაც ამბობდა, რომ ეს არის დამღუპველი პირდაპირ ჩვენი ქვეყნისთვის და ალბათ ყველამ ვიცით, რამდენად კომპეტენტურია ეს ადამიანი, თუნდაც ინვესტიციის შეფასების ნაწილში და იმ ეკონომიკურ სარგებელთან დაკავშირებით შეუძლია ისაუბროს, რომელიც ვთქვათ ამ ტიპის ინვესტიციას უნდა ახდენს, მაგრამ ეს ადამიანი პირდაპირ გვეუბნება, რომ ეს ქართულობის დაკარგვას და რაღაცნაირად ერის შენარჩუნებას უკავშირდება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არა მხოლოდ თანხებზე გავამახვილოთ ყურადღება და იმაზე, რომ შემოვიდა კომპანია, რომელიც რა ვიცი, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ძალიან დიდ თანხებს ჩადებს, ასე კი მივუდგებით, უნდა მივუდგეთ ამ საკითხს ძალიან კომპლექსურად, ძალიან შინაარსობრივად და ვაცნობიერებდეთ გრძელვადიან პერსპექტივაში რა შეიძლება აი ამ ყველაფერს მოყვეს. მოვუსმინოთ მორიგ მაყურებელს, პირდაპირ ეთერში ხართ. ალო. ღია ეთერში ხართ, ისაუბრეთ. იმას არ მინდა. შეიძლება. პირდაპირ ეთერში გიკავშირდებით ქალბატონო და საუბრობთ. იმას არ მინდა საუბარი. 30 ნოემბრის აქციასთან დაკავშირებით ვსაუბრობთ. ბოდიშ გიხდით, როგორც ჩანს პირდაპირ ეთერში კითხვის, ასე ვთქვათ, კითხვაზე პასუხის გასაცემად არ შემოსულხართ. მაყურებელსა თუ რადიო მსმენელს გთხოვთ და გეტყვით, რომ კონკრეტულად უპასუხოთ ხოლმე ჩვენს მიერ დასმულ კითხვას და რაც მთავარია, ჩვენ ვსაუბრობთ იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ალბათ ყველასთვის არის მნიშვნელოვანი და რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის. 30 ნოემბერს მიიღოთ აქციაში მონაწილეობა, შეკრებაში და თითოეული ჩვენთაგანის მონაწილეობა ასევე რამდენად მნიშვნელოვანია. მოусმინოთ მორიგ მაყურებელს. მოგესალმები, მინდა გენოთვალე.
30-ში ჩვენ ვიკრიბებით იმიტომ ხალხნო გაიგეთ ბოლოს და ბოლოს რომ შევინარჩუნოთ და გადავარჩინოთ ჩვენი წინაპრების სისხლით მონაპოვარი მიწა-წყალი. თუ ჩვენ ამას არ გავაკეთებთ, მაშინ ისინი საფლავში ამოტრიალდებიან და რა პასუხს ვაძლევთ იმათ სულებს, რომლებაც აქამდე მოიტანეს ჩვენი ქვეყანა და მოგვიყვანეს ჩვენ. ჩვენი ერი საერთოდ არ იარსებებდა. არც ეს ქვეყანა არ იქნებოდა გულხელი რომ დაეკრიფათ და ხელი არ გაენწრიათ. ჩვენ გადასარჩენად. მადლობა მოსმენისას. მადლობა თქვენს არისთვის და იმისთვის რომ დაგვიკავშირდით და ჩაერთეთ გადაცემაში. ჩვენ ვიცით რომ 30 ნოემბერს დღის 4 საათზე სახალხო შეკრება არის დაგეგმილი რუსთაველის ძეგლთან და რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის ეს საკითხი ამ აქციაში მონაწილეობა თითოეული თქვენგანის, როგორია თქვენი შეფასება, თქვენი დამოკიდებულება ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ არაერთი შეფასება მოვისმინეთ თავად ქართული ოცნების მხრიდან, რომლებიც ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ ინვესტიცია არის ძალიან დიდ თანხებთან დაკავშირებული, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, თუმცა იმ რისკებზე, იმ საშიშროებაზე, რომელზეც საზოგადოება ამახვილებს ყურადღებას, ძალიან ნაკლებად გვესმის. გვესმის მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ ჩვენ მშვიდად უნდა ვიყოთ და ეს არის აუცილებელი ჩვენი ქვეყნისთვის. არსებობს კვლევები ძალიან ბევრი, არაერთი, რომელიც გვეუბნება იმას, რომ ჩვენ ძალიან მალე ჩვენი ქვეყანა შეიძლება უმცირესობაში აღმოჩნდეს, გამომდინარე იქიდან, რომ შობადობა შემცირებულია, გამომდინარე იქიდან, რომ დაბერებადი ქვეყნების ერში დაბერებადი ერების რიცხვში შედის ჩვენი ქვეყანა და ასე შემდეგ. არაერთი მსგავსი კვლევის შესახებ მომისმენია მე პირადად. ყველაზე მეტად ალბათ ანგარიშგასაწევი არის გაეროს პროგნოზი, რომელიც გვეუბნება, რომ 2050 წლისთვის ჩვენი მოქალაქეები, საქართველოში მცხოვრები ადამიანები და ეროვნებით ქართველები იქნებიან უმცირესობაში. აი ამ ფონზე, როდესაც გვესმის ის, რომ არაბული დიდი ქალაქები უნდა შეიქმნას ჩვენს ქვეყანაში, თქვენ გაშინებთ თუ არა, რაიმე პრობლემებს, კითხვებს გიჩენთ თუ არა და რაიმე პრობლემას ხედავთ თუ არა, ზოგადად აი ამ ყველაფერში რაღაც ბმას ნახულობთ თუ არა. მოусმინოთ ჩვენს მორიგ მაყურებელს, მოგესალმებით. გამარჯობა. გამარჯობა გისმენთ. ჩემო სიცოცხლე, მე მგონი დაგვიანებულიც არის ეს ამბავი. აი მაგათ რომ კარი გაუხსნეს, აი მაშინ დავიღუპეთ ჩვენ. როგორ ბაზალეთზე ხო აქვს დაშენებული სოფლები, ამოვიღეთ ხმა. წავკიში, აგერ ბორჯომში და უფეცაც გეტყვი, აგერ ბერისალოსის ქუჩაზე ქარხანა, რომელიც იყიდა მთელი ამხელა ტერიტორია ივანისუბა, ჩემი მეუღლე მუშაობდა იმ რესტორანს, სასადილო კოდა. ვინ აშენებს დღეს იქ მრავალსართულიან სახლებს? არაბები. რატო არ ვლაპარაკობთ ამას და ყველაფერს რატომ არ ვლაპარაკობთ? კინცის კვრით არიან განსაკრელები, ვინც აქ არიან, არც უკიდე უნდა ჩამოვიდნენ და ორი ქალაქი აგიშენო. ჩამობძანდნენ ტურისტულად, დახარჯონ ფული და მიბძანდნენ. მილიონერები თუ არის. ვინ არის პასუხისმგებელი, ქალბატონო, ჩვენ კი ვსაუბრობთ ამაზე, მაგრამ თქვენი აზრი. პასუხისმგებელი, მთავრობა და მთავრობას უნდა უწვალოთ ხალხმა ყოფა. დღე და ღამე მთავრობის წინ უნდა იდგეს ხალხი. მაგათ გასაპროტესტებლად. დაგვიანებულია, მე ასე მგონია, დაგვიანებულია. მე არა ვარ არც ერთი პარტიის წარმომადგენელი, მე ვარ 91 წლის ქალი რაჭველი, ვიყავი ზვიადისტი, ვარ და სიკვდილის ბოლომდე დავჭედი, მაგრამ მე მახსოვს ლარსის ქუჩა, ლარსის გამშე პუნქტანო საათში ყვავილებს შეხვდა რუსებსო. რუს ხალხთან კი არა გვაქვს პრეტენზია, არც გამსახურდიას, არც კოსტავას, რეჟიმთან, რუსულ რეჟიმთან და ამ უბედურ ქართულ ოცნებასთან ეხლა. გასაგებია თქვენი შეფასება, მადლობა ეს არისთვის რამდენად მნიშვნელოვანია 30 ნოემბრის შეკრებაში თითოეული ჩვენგანის მონაწილეობა, ეს არის ჩვენს მიერ დასმული კითხვა და როგორ აფასებთ არაბული ქალაქების მშენებლობის საკითხს. როგორია თქვენი შეფასებები, დამოკიდებულება, რა საფრთხეებს, რა რისკებს უკავშირდება ასეთი ტიპის ქალაქების მშენებლობა? დამოკიდებულება და რამდენად მწვავე დაფასებთ, აპირებთ თუ არა იგივე 30 ნოემბრის აქციაში მონაწილეობის მიღებას და რამდენად ტკივად გაწუხებთ ეს საკითხი თქვენი შეფასებებით, თქვენი საუბარი აი ამ თემასთან დაკავშირებით შეგიძლიათ გააჟღეროთ თქვენი შეფასება ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერზე 557-88-55-98-ზე და ბუნებრივია ჩვენ ყველა მაყურებელსა და რადიო მსმენელს ვუსმენთ. მოусმინოთ მორიგ მაყურებელს, გისმენთ. გამარჯობა. მომთავრობამ დაიღო ტვენი რომ ერთ საშიშროებას არ წარმოადგენს.
საშიშროებას როგორ წარმოადგენს პროცენტი ვისაც მეტი აქვს მართვაში მის ორგანიზაცია დაწესებულება თუ რაც არის აბათი ეთქალბატონესწორება საუბრობდა რაც მეტი აქვს პროცენტი მით მეტია მისი სარგო მისი მოქმედების არეალი და მისი მოქმედების არეალი რა იქნება ფიზიკურად შემოიყვანს თავის მოსახლეობას 3 თვე იქნება 10 თვე იქნება 20 თვე იქნება 1 წელიწადი იქნება 2 წელიწადი აიღოს საქართველოს ამ შემოსულმა ხალხმა აღარ გვინდა დავიღალე გვეყო კახაბაჯის ლაშქარი მიდიოდა უკან ყუჩკიტოებდა აღა მათხაცხანი მიდიოდა ყუჩკიტოებდა ვინ არიან ეს ხოიცის ახლა აღარ მინდა ლაპარაკი იმაზე რომ ჩვენი საქართველოს მოქალაქეა ქართულიან არისიან მით უმეტეს ასეთი ჯურის რომელიც ისტორიული მტერი იყო ჩვენი რომელიც გვებრძოდა ვატამებდა რა ვიცი როგორ შეიძლება რომ ამაზე დადებითი წარმოთქვა ჩვენ ახლა ვიცით კაცო ჩვენ თავა განათლება ჩვენ მოგიღია რაღაცა და ვიცით რომ ამ ეს არ არის ინვესტიცია ეს არის ჩვენი და არაბი ბიზნესმენის ეზო ინტერესები არ არის ეს ინვესტიცია რა არის შენ პორტი მაშინ და ეს რა ინვესტიცია და იქ 50% ჩვენი უნდა იყოს აქ რა არის იმაშა რიყეს ქვემო ხოდა ხორხი უნდა ასერო და ვიღაცა მოსახლეობა შეიყვანო ფაჯური ფატონი და გამრავდეს აქ თოს რომ მოიყვანს ის და აქ ჯერ გამრავლდება ხო საშველი აღარ იქნება ამ პატარა ქვეყანაზე შევინავთუნოთ რაც დაგვიტოვა მამა პაპამ ამათ არ აყავს მამა პაპა კაცო არ აყავს და წინაპარი არ იბრძოდა მათი წინაპარი ამისი 30 ნოემბრის აქციაში იღებთ ბატონო მონაწილეობას პატრონო ესაა ხაღალდი ხო დროებით ხო ყველა დროებითაა ამ ქვეყანაზე მოწილი რათი სასოდავმა ხალხმა მოწამებულად შეეწყვეტენ ქვეყნის გულისთვის ერის გულისთვის ხო შეიძლება ამათაც ესე გააკეთოს დაანებონ თავი აღა ხო შეიძლება ხალხს არ აგინებიონ კაცო შობელი მისალებული და ყველაფერი რა ვიცი ფარავთ ხო არ ვიცი რა კი ბატონო, მადლობა ზარისთვის, როგორ აფასებთ საქართველოში არაბული ქალაქების მშენებლობის საკითხს და რამდენად მნიშვნელოვანია 30 ნოემბერს შეკრებაში თქვენი მონაწილეობა, როგორ უყურებთ ამ თემას. მოჰამედ ალაბარის განცხადება წავიკითხეთ ჩვენ რამდენიმე დღეა ეს ვიდეო რგოლი ტრიალებს კიდევაც უკვე არაბული კომპანიის დამფუძნებელი რას ამბობს ზოგადად საქართველოს შესახებ როგორ იწონებს თავს კლიმატით იგივე როგორ კამპანიას აწარმოებს იმასთან დაკავშირებით რომ მეტი ასე ვთქვათ კლიენტი მოიზიდოს და საქართველოთი დააინტერესოს და ერთ-ერთი რაც წავიკითხეთ და ალბათ შინაარსობრივად მოგხვდა ყურში ეს არის ის რომ ის საუბრობს რომ ჩვენი მიზანია თბილისში ავაშენოთ არა მხოლოდ სახლები, არამედ შევქმნათ კოსმოპოლიტური თავშესაფარი. რა საფრთხეებს ხედავთ არაბული ინვესტიციის ფარგლებში? მოусმინოთ მორიგ მაყურებელს. პირდაპირ ეთერში ხართ. გამარჯობა შვილო. გამარჯობა, გისმენთ. ახლა მიდის იმაზე რომ დამნაშავე ვინ არის? დამნაშავე მთავრობა არ არის. დამნაშავე ჩვენ ვართ რომ ბატონი ვაჟა ოთარაშვილი რომ დადიოდა და სასამართლოებში როგორმე ეს არაბების სოფლების არ აშენებულიყო მაშინ ყველა ჩვენ გვერდზე ვიდექით რომ ხარში მაშინ დავდგარიყავით მათ მის გვერდით დღეს ამას ვეღარ გაბედავდა მე სახელმწიფო მაგრამ დღეს ეხლა კიდე მეც თუ ამაზეც გავჩერდებით მეც რა თქმა უნდა გადაგვივლიან და აღარ დარჩება მათ ალბათ არ უნდათ ეს ქვეყანა და ვისაც უნდა იმან მაინც ხომ უნდა დაიცვას არა მომავალი თორე მე მოხუცი ვარ და მე რას ვიზავ გასაგებია. მადლობა ზარისთვის, მადლობა იმისთვის, რომ დაგვეკავშირდით და ჩაერთეთ გადაცემაში. გეთანხმებით, მართლაც ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ჭირდება ასეთი ტიპის გადაწყვეტილებას და მთავრობა, რომელიც იღებს ასეთ გადაწყვეტილებას და რომელიც საზოგადოებას არწმუნებს, რომ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის ასეთი ტიპის პროექტი, ასეთი ინვესტიცია, მაშინ საზოგადოებას ყველა კითხვაზე უნდა გასცეს პასუხი და ის რისკები, ის საშიშროება, რომელიც არსებობს, ამოწურული უნდა იყოს ამ თემასთან დაკავშირებით, თუმცა
სამწუხაროდ არ არის ასეთი რიტორიკა მთავრობის მხრიდან. ისინი მხოლოდ გვეუბნებიან იმას, რომ ეს არის ძალიან დიდ თანხებთან დაკავშირებული და რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებისთვის. მოვუსმინოთ მორიგ მაყურებელს პირდაპირ ეთერში ხართ და რა საფრთხეებს ხედავთ და რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის. ეს თემა. მე არ მივდივარ ამ აქციაზე. კი ბატონო. იმიტომ რომ მე მოვდივარ 90-იან წლებიდან და ურა პატრიოტიზმა დააქცია ეს ქვეყანა. ეს თემა თავად თუ საინტერესოა თქვენთვის და მართლმევინეთ და გეტყვი გენაცოლე. დიახ. დარწმუნებული ვარ 1%-ით ვერ ერკვევა. სინამდვილეში რა ხდება და რა არის საჭირო ჩვენ ქვეყნისთვის. მე ერთი ვიცი, რომ ივანიშვილზე დიდი პატრიოტები ვინც იქ მიდის, ისინი არ არიან. აი დავამთავრე გენაცვალე. ეს თქვენი შეფასებაა მხოლოდ თქვენი სუბიექტური აზრია. თუმცა ის ადამიანები, რომლებიც იქ მიდიან, მე დარწმუნებული ვარ, არავის ნაკლები პატრიოტები არ არიან და არავის ნაკლებად არ უყვართ ქვეყანა. მადლობა ზარისთვის, მადლობა იმისთვის, რომ დაგვიკავშირდით და ჩაერთეთ გადაცემაში. მე ვერ მივიღე პირადად თქვენგან პასუხი იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელზეც საუბრობდით. გასაგებია, რომ შეიძლება არ გინდათ აქციაში მონაწილეობის მიღება, ეს ბევრი მიზეზით შეიძლება იყოს. ახსნილი მაგალითად თავის შეწუხება არ გინდათ და ასე შემდეგ, ერთ-ერთი შეიძლება ესეთიც იყოს, თუმცა საინტერესოა როგორ უყურებთ თავად აი ამ საკითხს, საფრთხეებს ხედავთ, არ ხედავთ, შეგეძლოთ ამაზე გეპასუხათ, თუმცა არ გვიპასუხეთ. მოვუსმინოთ მორიგ მაყურებელს, პირდაპირ ეთერში ხართ და 30 ნოემბრის აქცია რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის. გამარჯობა. გამარჯობა, გისმენთ. აი, თქვენი თავკაცების გულწრფელობას დავიჯერებთ იმ შემთხვევაში, დავით გარეჯის საკითხთან რამე პროტესტი, პატარა პროტესტი მაინც გამოეთქვა. კარგით, ახლა რას ბრძანებთ, ბატონო, მე რამდენჯერმე ვიყავი დავით გარეჯის ტერიტორიაზე, პატრიოტთა ალიანსის აქციაზე და ახლა აქედანვე ვცრუობთ თქვენ. აქედანვე ვცრუობთ, ბატონო. რატო გაჩუმდით, რატო? არ ვიცი, რას გულისხმობს ახლა გაჩუმება, თუმცა ძალიან გთხოვთ, ასეთ რეჟიმში ვერ გავაგრძელებთ, მე რატომღაც მგონია, რომ თქვენ და წინა მაყურებელი უბრალოდ პროვოკაციულად ცდილობთ, რომ რაღაც სიცრუე გააჟღეროთ ჩვენი ეთერიდან. მე პირადად რამდენიმე აქციაში მაქვს მონაწილეობა მიღებული, რომელიც პატრიოტთა ალიანსმა გამართა სწორედ დავით გარეჯის ტერიტორიაზე. უამრავმა ადამიანმა მიიღო ამ აქციაში მონაწილეობა და ჩვენმა მაყურებელმა და რადიომსმენელმა ძალიან კარგად იცის ამ ყველაფრის შესახებ. ამიტომ ძალიან გთხოვთ რა, ნუ ცდილობთ სხვადასხვა თემებზე, აი ამ სიცრუე ის კამპანიით ყურადღება გადაგვატანინოთ მთავარი მნიშვნელოვანი დღის წესრიგში არსებული საკითხიდან. დავით გარეჯის თემასთან დაკავშირებით პატრიოტთა ალიანსის აქტიურობა ყველას ძალიან კარგად ახსოვს. ამიტომ დღეს არის უმნიშვნელოვანესი სწორედ არაბულ ინვესტიციასთან დაკავშირებით რა შეფასება ექნება ჩვენ საზოგადოებას, როგორი დამოკიდებულება ექნება ეხლა, როგორ რეაქციას გამოხატავს და ასე შემდეგ. ამიტომ 30 ნოემბრის აქცია არის უმნიშვნელოვანესი ჩვენი ქვეყნისთვის და საინტერესოა როგორი შეფასებები აქვს საზოგადოებას და არა ის კამპანია, ცრუ კამპანია, რომელზეც დაუსრულებლად შეგიძლიათ ადამიანებს რაიმე დააბრალოთ სიცრუე. მოვუსმინოთ მორიგ მაყურებელს, პირდაპირ ეთერში ხართ. გამარჯობა მოგეს. გამარჯობა, მოგესალმები. აი ბატონმა რო ბრძანა რომ ივანიშვილზე დიდი პატრიოტები მან და არ მოვლენ იმ აქციაზე. აი რაში გამოიხატება ივანიშვილის პატრიოტობა? აი ვერ ხვდები უბრალოდ რა. ალბათ გაწეულ ქველმოქმედებაში, ქალბატონო, მე რომ გიპასუხოთ მარტივად. ალბათ ამას გულისხმობთ. იცით რა, ჯერ საინტერესოა რამდენი ჩადო ამ ქვეყანაში ამ კაცმა, ესეც გასარკვევი. და რამდენი ამოიღო ამ ქვეყნიდან, ესეც გასარკვევი. მე მაშინ მჯეროდა რომ ქველმოქმედი იყო, მაგრამ ეხლა აღარ მჯერა რომ ქველმოქმედი. ზუსტად მისი ავტორობით არის ეს კორპუსების მშენებლობა და ეს ქალაქების მშენებლობა პირადი სარგებელია ამ კაცს. კალადის მოსვლით დაიწყო ქალაქ თბილისის ჩაბეტონება კორპუსებით. შემოყავთ უცხოელები, ყიდიან ბინებს და აკეთებენ ფულს. აკეთებენ ფულს ბათუმში, თბილისში, აგერ ისპონში ვიყავი ის ადამიანები რომ გამოყარეს იმ სახლიდან უკვე იფხელა მაღალსართულიანი კორპუსები წამოუჭიმიათ. ეხლა გაყიდიან უცხოელებზე. შემოიყვანეს 60,000 გავყიდეთო უცხოელებს. მე არ მჯერა რომ 60,000 გავყიდეს.
გაწყვეტებულად მეტი ვიდა გაყიდული უცხოელას და რაში გამოიხატება ამ კაცის პატრიოტიზმი გამაგებინოთ. აფხელა ნახებს უდებენ ქვეყანას ამ უცხოელების შემოყვანით და ამ უყალეთ გაუკონტროლებელი მიგრაციით, ლიბერალური მიგრაციით და ამ უვიზო მიმოსვლი და ამ ქალაქების შენობა. რაში გამოიხატება მისი პატრიოტიზმი მიხრანე ერთი. აქციაში თუ მიიღებთ ქალბატონო მონაწილეობას? აუცილებლად მივიღებ აქციაში და ის რომ 90-იან წლებიდან მოვდივარო, მე ვის მხარეს იყო ერთი საინტერესოა. თუ პუჩისტი იყო, მაშინ გასაგებია მისი პოზიცია. ან მეორე დრო დარეკა დავით გარეშთან დაკავშირებით. ხელისუფლებას ძალაუფლება ხელისუფლებას აქვს და პატრიოტ ალიასმა უნდა გადაწყვიტოს დავით გარეჯის საკითხი. აბა ისიც მოვიყვანეთ ხელისუფლება ძალაუფლება მაგათ ხელშია. მაგათ უნდა გადაწყვიტოს დავით გარეჯის და ის პრობლემური საკითხები რაც ქვეყნის წინა რაც პატრიოტ ალიას თხოვს ამ საკითხების გადაწყვეტას. კი ბატონო, აბსოლუტურად გეთანხმებით უღრმესი მადლობა. ეს არის ჩემი პოზიცია, მოკლედ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი და ეს ქალაქები არ დააშენდეს საქართველოში. ჩვენ თუ ამას გავუტარებთ, ესენი საერთოდ თავზე გადაგულიან ბოლომდე. აი ეს არის ჩემი პოზიცია. კი ბატონო, მადლობა ზარისთვის, იმისთვის რომ დაგვეკავშირდით და ჩაერთეთ გადაცემაში, რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის არაბული ინვესტიციების საწინააღმდეგოდ გამართულ აქციაში მონაწილეობა. 30 ნოემბერს შეკრება გაიმართება საზოგადოების, რომელიც მთავარი სათქმელიც იქნება, რომ ქართველი ხალხი უარს ეუბნება არაბული ქალაქების მშენებლობას საქართველოში. მოусმინოთ მორიგ მაყურებელს პირდაპირ ეთერში. მეორე შემოდია აუდიო გამოსცემთან დაკავშირებით. ჩვენი წინაპარი ხმლით მიდიოდა და ფარი. ხო არაფერი არ ქონდა და ისე ითავდა თავის მიწასთან. ეგ ვინ არის? ამგვარ გადაკეთებულია და უნდა რომ ჩვენი ქვეყანა იყოს ასე აჯაფსანდალი. ან რა ვიცი ყორღანაშვილები და რა ვიცი რა ესეთი ხალხით როგორ გავალ სამშვიდობოს, როგორ გავალ. როგორ შეხედავ თავის შვილებს თუ სულთა ქართველია ეს? როგორ შეხედავ? კი ბატონო. როგორ შეიძლება ესეთი აპარატი? მადლობა ზარისთვის, მადლობა იმისთვის, რომ დაგვეკავშირდით და ჩაერთეთ გადაცემაში, გეთანხმებით, ეს არის ის საკითხი, რომელიც თითოეულ ქართველს უნდა აწუხებდეს, თითოეული ქართველისთვის უნდა იყოს მნიშვნელოვანი და თითოეულ ადამიანს უნდა ქონდეს ინფორმაცია ზოგადად საკუთარ ქვეყანაში, რა იცვლება, რა შენდება, რა კეთდება და ასე შემდეგ. რისთვის არის საჭირო ასეთი ტიპის უცხოური ინვესტიცია, რომელიც ამდენად დიდ ჰექტრობით მიწებზეა საუბარი. ძალიან პატარა ქვეყანა გვაქვს. ძალიან პატარა ერი ვართ და რაღაცნაირად უნდა შევძლოთ ის რომ შევინარჩუნოთ ეს ქვეყანა ისე რომ ჩვენმა მოქალაქეებმა შეძლონ აქ ცხოვრება, განვითარება, ჩვენი ინვესტიციები უნდა განვახორციელოთ და ინვესტიციასაც აქვს ძალიან გთხოვთ, აი ამას დაუკვირდით მე ეკონომიკის ექსპერტებთან ერთად მისაუბრია ამ სტუდიიდან შემიფასებია ამ საკითხის მნიშვნელობა და მათ უთქვამთ რომ ინვესტიციასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რა ტიპის ინვესტიცია იქნება და რაზე იქნება სარგებელი 33% იქნება საქართველოს სარგებელი და დანარჩენი უცხოურ კომპანიას რომელიც წლების შემდეგ რას მოუტანს ჩვენს ქვეყანას აი ეს ინვესტიცია რამდენად ჩაიკეტება ეს გარემო რა ტიპის დასახლებას დაემსგავსება მთელ ქალაქს მოიცავს თუ ასე შემდეგ არავინ ვიცით აი ამ ის შესახებ პრევენციას წინასწარ იმიტომ ვკითხულობთ იმიტომ ვსვავთ კითხვებს რომ მივიღოთ პასუხები სახელმწიფოს მხრიდან რომელიც გვეუბნება რომ თავად არის გადაწყვეტილების მიმღები თავად ხედავს რომ სწორია ეს გადაწყვეტილება, სწორია ეს ინვესტიცია აუცილებელია ჩვენი ქვეყნისთვის და დოკუმენტიც კი არის გასაიდუმლოებული და არ გვაქვს მეტი ინფორმაცია ზოგადად ამ ინვესტიციის შესახებ. მოусმინოთ მაყურებელს, მოგესალმებით, ღია ეთერში ხართ. დიახ, მოგესალმებით სულო. ლიზი. ისაა ამბობთ რომ ყველა ქართველის გულამდე და თავამდე მივიდეს უნდა ინფორმაციაო, მაგრამ სამწუხაროდ ასე რომ არ არის. ესე იგი, მე ვიკითხე და იმისაგან განათლებულმა ხალხმა ვერ მიგამცემ პასუხი რა ხდება გაუცებული დავსე. ვაიმე რაფერ გული მტკივა რომ ინფორმაციის საშუალებას ჩვენ აი ერთი ტელევიზორი გვაქვს ამასაც სასწოდავად ამუშავებთ მაგრამ მაინც საკმარისად არის ქართველ ხალხში, ქართველო ხალხო, არასოდეს რომ ქვეყანას არ განუცდია ასეთი
კუნესა ჭიდაობა, უბედურობა, ტკივილი, თქვენი იმედითა აბარაი, ქართველებმა ხმალით სიცოცხლე დადიან ზორის ვერზე, ოღონდ საქართველოს მისი ქვეყანა გადაერჩინა, მისი მომავლები გადაერჩინა, მომავალ ცხოვრება. რას ვიკეთებს, თუ აი ერთი მუზა მართლა ნარბირავა ხალხი. რას ვიკეთებს აი ხალხი თქვენა? ეს მაგრამ არა ქართველებო ჩვენ ახლა გიტარიდან ელიტასით უნდა დავდგეთ რუსთავერთან შეჯახილებით ომახიანად მოტივაციით უნდა ვიყოს ყველაი რომელიც ეს ყოველად დაუსვებელია ეს არასოდეს შეიძლება და არ მოხდება ჩვენს მიწაზე ხალხო განგაშიფრებული ჩვენ ახლა უნდა შემოვკრათ რომ იცოდეთ თქვენ აბა ახლა გვინდა მამაცობა ახლა გვინდა ინფორმაცია ახლა გვინდა ერთმანეთში მადლობა ზარისთვის კი ბატონო ჩვენ მოვისმინეთ თქვენი შეფასება მე მინდა წაგიკითხოთ ერთი მოკლე ინფორმაცია ზოგადად Eagle Hills-ის კომპანიის შესახებ 2025 წელს იგივე არაბულმა კომპანია Eagle Hills-მა საქართველოს მსგავსი სცენარით დაიწყო 30 მილიარდი დოლარის ინვესტიციის განხორციელება მონტენეგროში შერჩეული იყო 12 კილომეტრიანი ზღვის ზოლი და საბოლოო ჯამში მოსახლეობის ძალიან დიდმა კატეგორიულმა დამოკიდებულებამ საპროტესტო ტალღამ გამოიწვია ის რომ Eagle Hills-მა მონტენეგროში არაბული მეგაქალაქის მშენებლობა ვერ შეძლო და შეჩერდა. მსგავსი ტიპის, ასე ვთქვათ, აქტიურობა არის თუ არა საჭირო საქართველოში და მსგავსი ტიპის მიდგომა და დამოკიდებულება ამ არაბული ქალაქების მშენებლობის საწინააღმდეგოდ და იგივე 30 ნოემბრის შეკრებაში აპირებთ თუ არა მონაწილეობის მიღებას. მოვუსმინოთ მორიგ მაყურებელს, მოგესალმებით. დიახ, მესმის თქვენი ხმა გისმენთ. ამ აქციაში 100%-ით რო იყოს სარგებელი საქართველოსი, მაინც საგებულში ვიქნებით ჩვენა. ეს ყველა უნდა იცოდეს. მაინც საგებულები ვიქნებით. გინდა 100% იყოს საქართველოსი. და ყველა უნდა ამა იყოს ხმა ყველამ. კი ბატონო. მადლობა ზარისთვის და გადაცემაში ჩართულობისთვის, როგორ აფასებთ არაბული ქალაქების მშენებლობის თემას, როგორ უყურებთ ამ საკითხს და იგივე 30 ნოემბრის შეკრებაში აპირებთ თუ არა მონაწილეობას და რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული ქართველი იყოს აი ამ პროცესში ჩართული. 557-58-95-98-ზე უნდა დაგვეკავშირდეთ და ეთერს ვუთმობთ მორიგ მაყურებელს. მოგესალმებით. პირდაპირ ეთერში ხართ ისაუბრეთ ტელევიზორს ჩაუწიეთ ხმა თუ შეიძლება გამარჯობა გისმენთ გამარჯობა არაბები თუმაშელები არ დინები გახრით ტრანსფორმაცია მაიტენ ამდენი ისინიაც რაიონი და სილები რა უნდა 30 ნოემბრის შეკრებაში აპირებთ მონაწილეობის მიღებას ბატონო? ვაპირებთ გასაგებია ცუდად ისმოდა ბატონო სამწუხაროდ თქვენი ხმა პირდაპირ ეთერში ამიტომ მარტივად გკითხეთ რომ უცებ მიმეღო პასუხი და მე დარწმუნებული ვარ თქვენი შეფასება მოვისმინე ჩვენმა მაყურებელმა. მადლობა იმ ინტერესისთვის და იმ გამოხმაურებისთვის რომელსაც იჩენთ პირდაპირ ეთერში ძალიან ბევრი ზარი შემოდის და მაყურებელი გვიკავშირდება იმისთვის რომ უპასუხოთ ჩვენს მიერ დასმულ კითხვას. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ჩვენ ვსაუბრობთ Eagle Hills-ის იმ გრანდიოზულ პროექტთან დაკავშირებით რომელიც ითვალისწინებს საქართველოში არაბული ქალაქების მშენებლობას და როგორია თქვენი შეფასებები ამ თემასთან დაკავშირებით მოვუსმინოთ მორიგ მაყურებელს. პირდაპირ ეთერში ხართ ისაუბრეთ. გამარჯობა ისაუბრეთ. აუცილებლად უნდა შეუშალოთ ხელი როგორმე. არაფრით არ უნდა აშენდეს არც ქალაქი, არც სოფელი, არაფერი. საერთოდ არ უნდა შემოუშვას ეგენი. და მე ჩემი საზრით მაგ უნდა აიკურთხოს ეგ მიწა და დამონტაჟდეს ძალიან ბევრი ჯვარი. მაგაც ჯვრების ეშინიათ და მიხდებიან ამ პროტესტს.
და როგორც მონტენეგროდან გამოსვლიდნენ, ისე გაწვდენებიან აქედან. როგორმე უნდა შეუშალოთ ხელს. კარგად გაგებოდი. მადლობას არისთვის იმისთვის რომ დაგვეკავშირდით და ჩაერთით გადაცემაში. მე მაყურებელსა და რადიო მსმენელს კიდევ ერთხელ გეტყვით იმის თაობაზე, რომ 30 ნოემბერს ძალიან მნიშვნელოვანი სათქმელით გაიმართება რუსთაველზე აქცია და ეს სათქმელი არის ის, რომ საქართველოში ქართველი ხალხი ეწინააღმდეგება არაბული ტიპის ქალაქების მშენებლობას. თქვენ ასევე შეგიძლიათ გამოაგზავნოთ ვიდეოები, სადაც ჩაწერილი გექნებათ თქვენი დამოკიდებულება და იტყვით პირდაპირ იმის თაობაზე, რომ მე ვეწინააღმდეგები საქართველოში არაბული ქალაქების მშენებლობას. ტელეფონის ნომერზე უნდა გამოაგზავნოთ, თუ ასე ვთქვათ, ვერ გამოაგზავნეთ ტელეფონის ნომერზე, ასევე შეგიძლიათ ჩვენ სოციალურ ქსელში გამოგვიგზავნოთ, ქალბატონ ირმაინაშვილს გავუგზავნოთ სოციალურ ქსელში მესენჯერის საშუალებით და ასე შემდეგ. და ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ჩართულობა აი ამ საკითხში. მოусმინოთ მორიგ მაყურებელს პირდაპირ ეთერში ხართ. გამარჯობა, ისაუბრეთ. ალო. გისმენთ. ისაუბრეთ თუ შეიძლება გვესმის. ეს არის ორჯერ გაით შაზარი და ძალიან ცუდად ისმოდა სტუდიაში თქვენი ხმა. კიდევ სცადეთ რომ დაგვიკავშირდეთ, უბრალოდ არ ვიცი, ტექნიკურად არ იყო გამართული თქვენი ზარი და ამიტომ მე ვერ მოვისმინე თქვენი საუბარი პირდაპირ ეთერში. ჩვენ ვსაუბრობთ Eagle Hills-ის გრანდიოზულ ინვესტიციასთან დაკავშირებით, რომელიც მიხედვითაც საქართველოში ორი დიდი ქალაქი უნდა შეიქმნას არაბული ტიპის დასახლება. მოусმინეთ მორიგ ზარს, მოგესალმებით. პირდაპირ ეთერში ხართ, ისაუბრეთ. კი ბატონო. იცით რა უნდა? ნუ რა თქმა უნდა, არასდროს მიმოჩნია ნებისმიერი ერთი ხოჯიბიცის გაყიდვაც კი. გავიგეთ. და იქით იმედით უნდა ვიყოთ განსხვავებული, რომ მოვა ისეთი პერიოდი, როდესაც კი არ გავყიდით ქართულ მიწებს. ჩვენ პირიქით უკან უნდა დავიბრუნოთ ის გაყიდული მიწები, რომლებიც უკვე ჩვენი აღარ არის. და ნუ დანარჩენი ეხლა ერთად ყველა სხვადასხვა აზრია, ყველა თავისებურად გელობს, მაგრამ ერთი რამე გაითვალისწინეთ ყველას. ძირითადად თქვენს გიკავშირებიან ასაკოვანი ადამიანები, რომლებმაც ცხოვრება გაიარეთ, შესანიშნავად იციან შავი და თეთრი და გადავარჩინოთ ეს ჩვენი ქვეყანა, გამიგეთ? და არ გამიგოთ ისე რომ რომელიმე პარტიას თავისებურად ყველას კარგი უნდა საქართველოსთვის, მაგრამ აქედან უნდა მოვარჩიოთ საუკეთესო და ამ გზით ვიაროთ თქვენ. გამიგეთ, კარგად ძანძობოდეთ. მადლობა ზარისთვის იმისთვის რომ დაგვიკავშირდით და ჩაერთეთ გადაცემაში. ირკვევა Eagle Hills-თან დაკავშირებით ძალიან ბევრი ფაქტი ბოლო დროს და ვიგებთ რომ არაერთხელ არის ეს ადამიანი Eagle Hills-ის დამფუძნებელი ალაბარი გვარად გახვეული არაერთ სკანდალთან დაკავშირებით, მაგალითად ინდოეთში, სადაც მან ძალიან დიდი ინვესტიცია განახორციელა, გაყიდა საცხოვრებელი კომპლექსები და ბოლოს ისე აღმოჩნდა, რომ ეს მიწა არ ქონდა შესყიდული. თავად მიწა არ იყო ნაყიდი და იყო შენობა, რომელსაც აშენებდნენ თითქმის აბსოლუტურად ამოყიდული. ძალიან დიდ, ასე ვთქვათ, თანხებთან, ზარალთან დაკავშირებული საკითხები, პრობლემები წამოწია ამ ყველაფერმა და შემდეგ უკვე ცნობილი გახდა ეს ფაქტი, რომ ინდოეთში მათ ძალიან დიდ თაღლითობით გაითქვეს სახელი. არა მხოლოდ იქ, ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, თუ მონტენეგროში როგორ შეჩერდა მშენებლობა, Eagle Hills-ის ძალიან დიდი ინვესტიცია და ბოლოს ამ დამფუძნებელმა ალაბარმა უწოდა ამ ყველაფერს სულელური ინვესტიცია იყო და ამიტომ გავედიო მონტენეგროდან, რომ რეალურად კი იქ ძალიან დიდი საპროტესტო ტალღამი იყო საზოგადოების მხრიდან და ამიტომ დატოვა ეს ტერიტორია. სადაც ინვესტიციის გაკეთებისთვის იყო გამზადებული უკვე ყველაფერი. მსგავს მოცემულობასთან გვაქვს ახლა საქმე, როდესაც ჩვენს ქვეყანაში ორი დიდი ქალაქის მშენებლობა იგეგმება. როგორ უყურებთ საკითხს, მორიგი მაყურებელი გვერდება კვლავ პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით. გამარჯობა, გისმენთ, ისაუბრეთ. მომისმინეთ. ეხლა მე ლიზის გადაცემას უყურებ ობიექტივზე. კი ბატონო, გისმენთ, ჩემი გადაცემა. ნორმალური ქვეყანა ვიყვეთ.
ეხლა აი ეს კობახიძე უნდა იყოს სასამართლოს წინაშე წარდგენილი. კონკრეტულად რას გულისხმობთ ბატონო, აი თუ შეგიძლიათ რომ განგვიმარტოთ. რას გულისხმობ და იმას გულისხმობ, არ შეიძლება არაბული ქვეყნების ქალაქების აშენება საქართველოში. 6 ბიძაყალ დაკარგული, აი ახლა შემეძლოს. ომახიძეს წავწებოდი თემში და მოდისი და არ ვიცი რას უნდა ვთქვი. კარგით, გასაგებია თქვენი დამოკიდებულება და ბრაზი მესმის აბსოლუტურად. თუმცა აგრესიის გარეშე უნდა შევძლოთ ის, რომ ჩვენი სათქმელი ვუთხრათ ხელისუფლებას, ჩვენი პოზიცია დავანახოთ. ბუნებრივია 30 ნოემბერს გაიმართება შეკრება პირველი პატრიოტთა ალიანსის მიერ დაანონსებული. ზეპარტიული იქნება, რაც მთავარია ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც გული შესტკივა საკუთარ ქვეყანაში არაბული ქალაქების მშენებლობის თემასთან დაკავშირებით შეუძლია ამ აქციაში მონაწილეობის მიღება. ეს არ იქნება მხოლოდ ერთი აქცია. სხვადასხვა ქალაქებში და სხვადასხვა დროს აუცილებლად გაიმართება ამ თემასთან დაკავშირებით მორიგი შეკრებებიც. მოусმინოთ მორიგ მაყურებელს, პირდაპირ ეთერში ხართ. გამარჯობა, ქალბატონო ლიზი. ძალიან ბევრი სასაუბრო მაქვს, მაგრამ გამოვყოფთ იმას, რომ ხანში შესულმა ხალხმა, რომელიც ძალიან ხშირად გირეკავენ, იციან სამშობლოს სიყვარული, მიწის სიყვარული და მომავალი საქართველოს სიყვარული. ახალგაზრდებმა არ იციან ისტორია, არ ასწავლეს თავის დროზე ისტორია და ასე გონიათ უომროდ, უცხუბრად, ყველაფრით მოვიდა ეს მიწა-წყალი საქართველოში. დღეისდღეობით ერი და ბერი თეთრზე უნდა ადგეს, რომ იღუპება საქართველო. წარმოიდგინეთ, რომ ესენი აქცებს მოიკიდებენ. იმ დღიდან საქართველო იქნება დაკარგული. მეორე, პატრიარქი, საპატრიარქო, რატო არაფერს აკეთებს? სერიოზულს განა იმას, რომ 1001 მოძღვარი რაღაცას ილაპარაკებს და ბოლოს კიდე ვიტყოდი, რომ ივანიშვილმა გაინაღდა უკვე თავისი, რომ ხმანისა და საქართველოს მიწებს როგორ წიდის ეგ დალოცვილი მრჩეველი არ აყავს არავინა. გასაგებია, მადლობა ზარისთვის. მესტიისა და სვანეთის ეპარქიის განცხადება მახსენდება ცალკეული კონკრეტული სასულიერო პირების, რომლებმაც გააკეთეს საკუთარი შეფასებები, რომლებმაც ისაუბრეს ღიად იმის თაობაზე, რომ ქართული მიწის გაყიდვა დაუშვებელია, რომ აუცილებლად უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის თითოეული, ასე ვთქვათ, გოჯი მიწა და ასე შემდეგ და ასევე მახსენდება პატრიარქის მიერ გაკეთებული განცხადება. ზოგადად ამ საკითხთან დაკავშირებით ქადაგებისას როდესაც მან თქვა, რომ დაიცავი შენი წელი საქართველო და უცხოელებზე მიწის გაყიდვა ზოგადად საქართველოში აკრძალული უნდა იყოს და ამისთვის თქვენ იცით რამდენი შრომა გასწია მაგალითად პატრიოტთა ალიანსმა 2015 წელს 2017 წელს პირდაპირ ეთერში უყურებთ ხოლმე ამ ტიხრების დროს როგორ გადის აი ამ საკითხთან დაკავშირებით ქალბატონ ირმა ინაშვილის ის ინტერვიუები ის ასე ვთქვათ განცხადებები რომელსაც ის წლების განმავლობაში აკეთებდა და ამ თემაზე მუდმივად იყო საუბარი რომ აუცილებელია საქართველოში ქართველებმა შევძლოთ ის რომ ჩვენი იდენტობა, ჩვენი სუვერენიტეტი, ჩვენი მიწა იყოს დაცული, ნამდვილად ამას კანონი აკონტროლებდეს და ვიყოთ დაცულები იმ ყველაფრისგან, რომელიც რეალური რისკია, რეალური საფრთხეა და მე ვთქვი და კიდევ ერთხელ განმეორდები, გაერო გვეუბნება, რომ 2050 წელს საქართველოში ქართველი ეროვნებით იქნება უმცირესობაში. ეს არის ძალიან სავალალო კვლევა, ეს არის ძალიან სავალალო შეფასება, ამიტომ ჩვენ ყველას ერთად გვმართებს დაფიქრება ზოგადად, როდესაც ვსაუბრობთ, რომ ორი დიდი არაბული ქალაქი უნდა აშენდეს ჩვენს ქვეყანაში, რა რისკები და საფრთხეები შეიძლება ამ ყველაფერს თან ახლდეს. მოусმინოთ მორიგ მაყურებელს პირდაპირ ეთერში ხართ. გამარჯობა. ისაუბრეთ პირდაპირ ეთერში ხართ. გამარჯობა, გესმით ჩემი ხმა? დიახ, 5 მოვალ. 7 მოვალ. და თუ გამომიდა. თუ არა და 2000 პენსიონერს შევაკუთე. თავად გიგუეცი და შემოიყვა რუსეთის ჯარ. ისინი მისერმად გვესწავლო. თონა სარგამს არის საერთოდ. კარგით, ერთი უბედურებიდან მეორე უბედურებაში ნუ გვისურვებთ, ვისურვოთ ის, რომ მშვიდობიანად შევძლოთ აი ასეთი საკითხების დარეგულირება და არა ის, რაზეც თქვენ გაამახვილეთ ახლა ყურადღება. მადლობა ზარისთვის.
ესეთი რაღაცეების გაფიქრებაც კი არ უნდა გვჭირდებოდეს, იმიტომ რომ შეგვიძლია ნამდვილად ერთობით, ერთად ყოფნით ჩვენი, ასე ვთქვათ, დამოკიდებულებით, აი ამ ერთად დგომით და აი ამ მიდგომით, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ აუცილებელია სწორედ მშვიდი რიტორიკით დავანახოთ ხელისუფლებას, რომ საზოგადოება ეწინააღმდეგება ამ ტიპის ინვესტიციას, რომელიც პრაქტიკულად აქ არაბული ქალაქების შექმნის შემდეგ დემოგრაფიულ კატასტროფას შექმნის რამდენიმე წელში, 10 და 15 წელში და იზოლირებული, ჩაკეტილი ქალაქ სახელმწიფოები გაჩნდება ჩვენს ქვეყანაში. ამიტომ უნდა გვესმოდეს რამდენად მნიშვნელოვანია ეს საკითხი და ასევე რამდენად მნიშვნელოვანია რომ მშვიდობიანად, წყნარად, მშვიდად ჩვენი დამოკიდებულება ვაჩვენოთ ხელისუფლებას ამ თემასთან დაკავშირებით. 30 ნოემბერს 4 საათზე რუსთაველის ძეგლთან გაიმართება პირველი შეკრება ამ პათოსის სწორედ, რომლის მთავარი სათქმელიც არის ის, რომ არაბული ტიპის ქალაქების მშენებლობას უარს ეუბნება ქართველი საზოგადოება და ბუნებრივია ის ადამიანები, რომლებიც ამ შეკრებაში მიიღებენ მონაწილეობას, მოიაზრებიან აი ამ აზრის გამტარებად. ასევე შეგიძლიათ თქვენ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ვერ ახერხებთ, ვთქვათ, აქციაში მონაწილეობის მიღებას და არა მხოლოდ ამ ადამიანებისთვის, იცით რომ აუცილებელია აუდიო გამოკითხვა, რომელზეც საუბრობდა პატრიოტთა ალიანსი, ვაწარმოოთ და ბუნებრივია შეგიძლიათ ჩაწეროთ პატარა ვიდეო, სადაც იტყვით, რომ მე ვეწინააღმდეგები არაბული ქალაქების მშენებლობას და გამოაგზავნოთ სოციალურ ქსელში, მაგალითად ობიექტივის გვერდზე. მოусმინოთ მორიგ მაყურებელს, პირდაპირ ეთერში ხართ. ისაუბრეთ, ღია ეთერში ხართ. ალო. გამარჯობა, გისმენთ. ძალიან ხარჯკიცეთ ჩვენ ყველაფერს. დიდი მადლობა. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ჩანაფიქრი გამართება და ჩვენ ტერიტორიაზე არავის არის უცხოური ელემენტები არ გასცემდება. და მავასთან ერთად მე მინდა გითხრათ ის, რომ ჩვენ საქართველოს საფლავი გაუცხარეს 9 აპრილს. დასაგები იქნება ალბათ თქვენი. რუსეთი ჯარი არ უნდა გასულიყო აჭარის ტერიტორიიდან. აჭარელი ხალხი გადააცინდეს კავკასიაში და აღმოსავლეთში. ეს ტერიტორია თუ შესაძლებელი იყო აჭარელი ხალხი დასახლებოდა. მადლობა ეს არისთვის 30 ნოემბერს კვირას 4 საათზე რუსთაველის ძეგლთან მეტრო რუსთაველთან ვიკრიბებით ზეპარტიული აქცია არა არაბული ქალაქების მშენებლობა საქართველოში. ეს არის პატრიოტთა ალიანსის მიერ გაკეთებული განცხადება. ასევე მოწოდება იმის თაობაზე რომ ჩაწერეთ ვიდეო შემდეგი ტექსტით მე კატეგორიულად ვეწინააღმდეგები არაბული ქალაქების მშენებლობას საქართველოში და ვიდეო გამოაგზავნეთ ნომერზე 591 94 45. ასევე შეგიძლიათ სოციალურ ქსელში ობიექტივის მესენჯერში გამოაგზავნოთ ამ ტიპის ვიდეო იმ ადამიანებს, რომლებსაც გული შეგტკივათ, რომ აქციაში ვერ მიიღებთ მონაწილეობას, თუნდაც შეგიძლიათ თუ ტელეფონი არ გაგაჩინეთ, თხოვოთ ახლობელს და გადაგიღოთ ასეთი ტიპის ვიდეო. შეგიძლიათ ყველანაირად მიიღოთ მოკლედ ამ პროცესში მონაწილეობა, რასაც ქვია ქართული მიწის დაცვის საკითხი. მოусმინოთ მორიგ მაყურებელს, ღია ეთერში ხართ. საგამომშვიდობისა ქალბატონო ლიზი, მაინტერესებს ასეთი კითხვა დაგისვათ, თუ შეგიძლიათ რომ გამცემთ პასუხი. პარლამენტარები, რომლებიც ჩვენ ავირჩიეთ, მინისტრები, რომლებიც ჩვენ ავირჩიეთ, ნუ თუ ასეთი არ უნდა ადგეს პარლამენტში და არ მოიღოს ხმა და თქვასო, გაასაჯაროვეთ ეს პროექტის შინაარსი, რომ ხალხი დაწყნარდონ, ხმა არ მოიღონ. სხვა შეუგნებიან რომ გაასაჯაროეთო თქვენი საქციელო და თვითონ რატო არ ასაჯაროებედო ხალხი დავწყნარდეთ და გავჩუმდეთ აშკარა ღალატია. გასაგებია. მადლობა ეს არისთვის, თქვენ შეკითხვაზე კი მარტივად შემიძლია გიპასუხოთ. ქართული ოცნების პარლამენტი გვაქვს ჩვენ დღეს მხოლოდ და მხოლოდ და ახლა ბოლოს რამდენიმე ადამიანი შევიდა იქ გახარიას პარტიიდან, ხომ? ასეთ შემთხვევაში, როდესაც ქართული ოცნება ხელისუფლება თავად არის ინიციატორი ამ ტიპის ინვესტიციის, ამ ტიპის მშენებლობის არაბული ქალაქების, როგორ გამოვლენ ეს ადამიანები საკუთარი ინტერესების საწინააღმდეგოდ და როგორ იტყვიან, რომ
უნდა გავასაჯაროოთ ეს დოკუმენტი. თავად ამბობენ, რომ ეს არის ბუნებრივი, რომ ესეთი ტიპის დოკუმენტებს აკეთებს ზოგადად ეს კომპანია, ასეთი ხელშეკრულებები ფორმდება მასთან და მას არ სურს საკუთარი, ასე ვთქვათ, აი ამ დოკუმენტაციის გასაჯაროება და აქედან გამომდინარე არასაჯაროებენ და პრაქტიკულად საიდუმლოებით არის მოცული დეტალები, მხოლოდ ვიცით ის, რაზეც ქართული ოცნება გვარწმუნებს, რომ არის ძალიან კარგი ჩვენი ქვეყნისთვის ეს ინვესტიცია, იმიტომ რომ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული და დიდ თანხებს მოუტანს. რეალურად რა საფრთხეებს მოუტანს და რა რისკები არსებობს, ამაზე ჩვენმა მაყურებელმა და საზოგადოებამ ძალიან ბევრმა ადამიანმა დააფიქსირა საკუთარი შეფასება პირდაპირ ეთერში, ისთვისაც მადლობას გიხდით და გეტყვით იმას, რომ ინტერაქტივისტვის განკუთვნილი დრო ამოიწურა. გადაცემას ლიზა კვესელავა უძღვებოდით, მადლობთ რომ გიყურეთ და იყავით ჩვენთან ერთად დროებით.